გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. როდესაც ადამიანი მოდის ეკლესიაში, მის წარმოდგენაში ეკლესია არის ერთიანი ორგანიზმი, სადაც ყველანი ერთნაირად ფიქრობენ, ერთია სწავლება და რეალურადაც ასეა. ეკლესია ერთიანია, მისი თავი არის იესო ქრისტე და ერთი სწავლება, ერთი ჭეშმარიტი აბსოლუტური სწავლება ეკლესიაში. თუმცა რეალობა სხვაგვარია, როდესაც ის მოდის ეკლესიაში, ის ხედავს, რომ ადამიანებს ეკლესიაში, მათ შორის სასულიერო პირებს, ბევრს აქვს განსხვავებული აზრი თან მნიშვნელოვან საკითხებზე, ცხონების საკითხებზე, ზოგს ეს რბილად ესმის, ზოგს უფრო მკაცრად, ზოგი ყველას აცხონებს, ზოგი ნაწილობრივ აცხონებს, ზოგს როგორი დამოკიდებული აქვს, ზოგს უფრო მკაცრი დამოკიდებულება აქვს და ასეთი განსხვავებებით არის უამრავი ადამიანი ეკლესიაში, როგორც სასულიერო პირი, ასევე ერისკაცი. აქ უკვე თითქოს და ორი ბანაკი ჩნდება ადამიანების. ჩვენი ხედვით, ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებსაც აღარ აინტერესებს ახლა ამის გარკვევა, რა არის ეს საბოლოო ჭეშმარიტება, ერთი აზრი რა არის, ეს ერთობა, ერთსულოვნება რა არის ის ერთადერთი სწავლება, რომელიც ეკლესიაში არის. ასეთი მიმდინარეობა, ასე რომ ვთქვათ, ადამიანების, რომელთაც შეიძლება ცოდნაც არ აქვს შესაბამისი, არც სურვილი აქვს ამისი, შეიძლება ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, შეიძლება მამაოზე ორიენტირებული იყოს, მამაოცენტრული ეგრეთ წოდებული მრევლი იყოს, რომელსაც მისი მამაოს გარდა აზრი არ აინტერესებდეს და თუნდაც ცდებოდეს ეს სამწუხაროდ შეიძლება ასეც ხდებოდეს. შეიძლება ასევე ადამიანები უბრალოდ იმის გამო რომ რაღაცა ისწავლენ ერთხელ, თქვათ 30 წლის წინ, ან უფრო მეტი, ან ნაკლები ხანის წინ, ეხლა უკვე ფიქრობენ, რომ არაფერი არ არის შესაძლებელი, მის აზროვნებაში არაფერი არ შეცვლილა ზოგადად საზოგადოებაში და ის რჩება თავის აზრს. ეს არის ერთი ადამიანის კატეგორია, უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული, რომ შეიცნოს ჭეშმარიტება, მისი ლოგიკა უფრო რაღაც ადოგმატურია, ხშირად მოდერნისტების ახასიათებს მსგავსი დამოკიდებულება, რაღაც განახლებისკენ მიდრეკილია, სიმკაცრეს ერიდება ყველა შემთხვევაში, გაიოლობისკენ არის ესეთი ადამიანი, ნაწილობრივი ქრისტიანობა, ნაწილობრივი მართლმადიდებლობა ახასიათებს, იგულისხმება ნაწილობრივი სათნოებები, ყველა სათნოებებს არ აღიარებებს, მისთვის სახარებისეული სწავლება შეიძლება იყოს რაღაცა ზოგიერთი აუცილებელი, მაგალითად სიყვარული, მაგრამ აღსარებლობა არ იყოს აუცილებელი, ღვაწლი არ იყოს აუცილებელი, შეიძლება ზოგიერთი ამბობენ საერთოდ არანაირი მარხვა არ არის საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გაიოლებული ქრისტიანობის მიმართულება არის და ამ რეალობაში ჩვენ ვართ, ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია და მე ვიტყოდი უმეტესობაც. მეორე კატეგორია ადამიანების, რომელსაც სინდისიც ამხელს ის ჭეშმარიტების ძიებაში, მან იცის, რომ არა, ორი ჭეშმარიტება არ არსებობს ეკლესიაში, არის ერთი ჭეშმარიტება, რადგანაც ერთია სწავლება დადგენილი იესო ქრისტეს მიერ. ამიტომ ის ამ მიმართულებით ცდილობს განვითარდეს რწმენით, კითხვით, სწავლით, მეცადინეობით, მამების კურთხევით და ეკლესიის სწავლების ერთადერთი ეკლესიის სწავლების მოძიებით, რომელიც სახარებისეულია, რომელიც კრებებზეა დაყრდნობილი, რომელიც მამების ერთსულოვან გადაწყვეტილებებზეა დაყრდნობილი და ამის ძიებაშია. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ უფრო ნაკლები გვხდება, მაგრამ ეს არის რეალობა. ასეთი ადამიანები უკვე ერთ-ერთ ძირითად ტერმინს აწყდებიან, ეს არის განდგომილების ფაქტორი. ახლა უკვე ხედავს, გრძნობს, რომ ერთი და იგივე ეკლესიაში, რადგანაც სწავლება განსხვავებულია, რადგანაც სწავლება არ ეთანხმება იმ პირველ სწავლებას, რომელიც იყო შემოთავაზებული ეკლესიის მიმერ, თვითონ მაცხოვრის მიმერ და შემდეგ მოციქულების და მამების მიერ, ის ხვდება, რომ რაღაცა არასწორად მიმდინარეობს, ის ვერ ისვენებს და ეძებს ამ ჭეშმარიტებას. როგორც უკვე ვთქვი, ასეთი ადამიანების პოზიცია უფრო მიუღებელია დიდწილად საზოგადოებაში, პრაქტიკა ამას აჩვენებს და მით უფრო რომ ასეთი ადამიანები აღიარებენ სრულ ჭეშმარიტებას, სრულ სახარებისეულ სწავლებას და არ ყოფენ მას რაღაც გარკვეულ სათნოებებად, მარტო სიყვარულია მთავარი და მარტო მოთმინებაა მთავარი მაგალითად და რაღაც მთავარი ერთობა იყოს და ესეთი რაღაცა ბრტყელი სიტყვებით არ არის შემოფარგლული. არამედ
ჭეშმარიტებას პირველ ყოვლისა აყენებს პირველ ადგილზე, რომელიც ასევე არის სიყვარული, ასევე არის დამტაბლობა, ასევე ნიშნავს მებრძოლ ეკლესიას, ასევე ნიშნავს ჯვარცმულ ეკლესიას, ასევე ნიშნავს ღვაწლს და ამაში შედის ისე როგორც ასწავლიდა ეკლესია მუდამ ჟამ. აქ უკვე ჩვენ მოვდივართ ორ ამ განსხვავებულ პოზიციასთან, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს ეს, მაგრამ ის ვისაც ჭეშმარიტება აინტერესებს, მის წინაშე გაცილებით უფრო რთული ამოცანა არის, ხო? მას უნდა ჯერთი არცეთ მხარეს არ უნდა დაკარგოს არსი ქრისტიანობის, ხო? თუ კარგავ არსს ქრისტიანობისა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ან აღმსარებლობას, ან მხილებით მართლმადიდებლობას, ან რიტორიკას, ან ნებისმიერ რამეს უკვე პრინციპულობას, არაფერს აზრი არ აქვს, თუ შენ მთავარ არსს ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის მთავარ არსს, რომელიც გამოიხატება ერთგულებაში, სარწმუნოების მიმართ, სიყვარულში და ყველა იმ სათნოებებში, რომელიც ასე ვრცლად არის მოცემული სახარებისეული სწავლების მიხედვით. ამრიგად, ესეთი ადამიანი აწყდება პრობლემას, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს პრობლემა რაში გამოიხატება? ეს ადამიანი ხდება ამ დილემის ქვეშ, როგორ მოიქცეს, რა პოზიცია შეინარჩუნოს. ხდება, რომ განდგომილება დადგა, ახლა გითხულობთ, წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს განდგომილება ღვთისგან არის დაშვებული, ეს განდგომილება ეკლესიაში არის, ანუ განდგომილება ქრისტეს სწავლებისაგან, ეს არის განდგომილება ფაქტობრივად და ზოგიერთი მოდერნისტი და ეს ზუსტად ის მეორე მხარე თვლის, რომ განდგომილება არ არსებობს ეკლესიაში და არამედ ის უკვე განდგომილები უკვე არიან და ისინი არ არიან ეკლესიაში. აქ ჩვენ ამ აზრს არ ვიზიარებთ. ეს განდგომილება არის და ეს მკაფიოდ არის დადგენილი ჯერ ერთი სახარებისეული სწავლებით, შემდეგ უკვე წმინდა მამების მიერ და ჩვენ განსაკუთრებით არაერთ გზის გამოვარჩევდით წმინდა ეგნატე ბრენჩაინოს, რომელზეც ამის შესახებ რაღაც ძირეული საფუძვლიანი სწავლება აქვს და რომლის მიხედვითაც შემდეგ ყველა წმინდა მამები ბოლო დროის და შემდეგ ავტორიტეტული მამები ამაზე დაყრდნობით სწორედ ამ რეალურ სწორ ერთადერთ ჭეშმარიტ პოზიციას ინარჩუნებდნენ. ამრიგად ჩვენც გვინდა ეს ამ სიხარულში ყოფნა, რასაც მართლმადიდებლური სიხარული ქვია, ჩვენც გვინდა ერთობაში ყოფნა, ჩვენ გვინდა რომ იყოს ერთსულოვნება, ჩვენ გვინდა რომ ყველა ცხონდეს. კი ბატონო, ესეც გვინდა, ანუ სრული არსი რაც არის სიკეთე მართლმადიდებლობისა, ეს ყველაფერი გინდა, მაგრამ ამის მიუხედავად შენ წინააღმდეგობაში ხარ, რადგანაც იმ ადამიანს უკვე მეორე მხარეს უკვე აქვს მიღებული სხვა პოზიცია. ეს პოზიცია არ ეთახმება შენ პოზიციას, ის უფრო რბილია, მაგრამ მისთვის შესაძხორცებულია, მან ეს მიიღო, ეს გაითავისა და ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს უკვე წლების განმავლობაში. არამედ ცხოვრობს, სხვებსაც ასწავლის და რაოდენობა, როგორც ვთქვით, ამ ადამიანების არის გაცილებით მეტი. ამრიგად ეს დილემა ჩდება, შენ ფიქრობ, რომ დიახ, მე არ ვეთანხმები, რადგანაც მათი მოსაზრება არ ეთანხმება ქრისტეს სწავლებას, ეკლესიურ სწავლებას, მაგრამ მე მიყვარს ადამიანები, მე მინდა თბილად ვიყო, მე მინდა გაგებით ვიყო, მაგრამ ამავე დროს ის ადამიანები არ ღებულობს და იწყება იქ შუღლი, დაპირისპირება, რაღაც დევნის ელემენტები, ანუ თანამედროვე ტიპის დევნის ელემენტებს ვეძახით ჩვენ ამას, ეს შეიძლება იყოს იგნორი, შეიძლება იყოს ჭორების გავრცელება, შეიძლება იყოს რაღაცა უსამართლოს საუბრები, დაბრალება მათ შორის, ცილისწამებაც შეიძლება იყოს და ეს გვხვდება ჩვენ ყველა ეს ელემენტი დღეს ეკლესიაში და ამის ატანა გიწევს ადამიანს და ეს ბუნებრივიც არის, უფრო სწორად ნორმა ერთგვარი ქრისტიანული, იმიტომ რომ მაცხოვრის სიტყვის აებრ უკვე თუ მე მდევნეს, თქვენც აქ დევნეს. ხოთა შორის, როდესაც ამას ვსაუბრობ, ჩვენ ეს დევნის საკითხი, რომ მეორე მხარე, უფრო მოდერნისტული მხარე, ნაკლებად თვლის, რომ ეს ელემენტები დღეს არსებობს, რაღაც დევნის ელემენტები, ძალიან იშვიათად თუ ვინმე რამეს აღიარებს, საერთოდ როგორც ქრისტიანობის განგენა, ეს თვლიან, რომ პირიქით აყვავების პერიოდია, სარწმუნოებრივი მხრივ, პირიქით მრავლდება ქრისტიანობა, მისი ხარისხი იზრდება, ის უმჯობესდება და ასე შემდეგ და ყველა ცხონების გზაზე დგას. ეს აზრი არსებობს, იმის საპირისპირო, რომელიც ჩვენ უკვე ვთქვით, რომ განდგომილება არის და ღმერთმა დაუშვა და
პლუს ამას მამები გვეუბნებიან, რომ შეეცდები შეაჩერო ეს შენი უძლური ხელით. ანუ შენ ფაქტობრივად უძლური ხარ და ამას აღიარებ. ეს არის სახარებისეული სწავლება და აქვე თამდაბლობაზე არის ორიენტირი. დიახ, აქაც კიდევ ერთი ელემენტი ემატება ის, რომ შენ თვლი, რომ უძლური ხარ, იმიტომ ცოდვილი ხარ, სინანულის განცდა გაქვს, სხვანაირად არ არის. ეს არსი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის, რომელიც შენ არ გინდა დაკარგოს, სხვანაირად არ გამოდის. ანუ ერთი მხრივ შენ ცდილობ იმ პრინციპით იცხოვრო, რასაც ქვია სახარების სწავლება, თქვათ ერთი მათგანი, რომელიც მაცხოვარმა თავად თქვა, ვინც მაღიაროს მე წინაშე კაცს და მეცა ვაღიარო იგი წინაშე მამისა, ჩემისა, ზეცათაისა. ანუ შენ ფაქტობრივად ვალდებული ხარ აღიარო, როგორც სარწმუნოების შენი სარწმუნოების აღსარებელი ადამიანი, ვალდებული ხარ აღიარო და ეს არის საქმე ქრისტიანული. თუმცა ფაქტობრივად ამით მთავრდება შენი აღსარებული ღვაწლი, იმიტომ რომ შენ არც თვლი პირველ რიგში, ესე უნდა მიუდგეთ ამას, მართლმადიდებელი ამას არც თვლის ღვაწლად, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ყველაფერი მონანი უკმანი ვართ, ანუ მაცხოვრის სიტყვის არაბი და წმინდანები როგორც გვასწავლიან, ეს არის ნულის შეფაზების ტოლფასი. ანუ შენ არაფრად არ აფასებ, არ მიიჩნევ თავს ღირსად ამ სიწმინდისა და ამ ღირსების. თუმცა ამ პოზიციაზე რჩები თამდაბლურად, რჩები, რადგანაც შენ სხვა გზა არ გაქვს. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ შენ უფლება არ გაქვს სხვანაირად იფიქრო, სხვანაირად იასრულო. ნაცვლად იმ პოზიციისა, რომელიც არის საპირისპირო, ისინი რაღაც ფანტაზიურ სამყაროში უფრო არიან, თითქოს ადამიანები ელოდებიან, როდეს დადგება ისეთი დრო მათ ცხოვრებაში, სადაც პირობითი პილატე ან დიოკლეტიანის წინაშე წარდგებიან და იქ აღსარებლები იქნებიან სარწმუნოების. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეს აღსარებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაშია, ეს ღალატი ჭეშმარიტებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბებიები, ძმაკაცები, მეგობრებში, როდესაც საუბრობენ, როდესაც აცხოვნებენ ყველას, ერეტიკულ სწავლებას ან სულისკვეთებას ლაპარაკობენ გაუაზრებლად ან გაუფიქრებლად, ან შეიძლება იცოდეს ჭეშმარიტება, მაგრამ მეგობრის ხათრით რო არაწყენინოს მას, ღალატობს ასევე ჭეშმარიტებას. ესეთი რაღაცები, ესეთ საუბარში ხდება. დღეს არ არის ის დევნის ის ეპოქა, რომელიც ძველად იყო. ესეთი რამე არ ხდება. დღეს სხვანაირად ხდება, მაგრამ ამასაც უნდა დანახვა. ამას ვერ ხედავს ასე ვთქვათ, მოდერნისტული სულისკვეთების, ესე ვთქვათ, ადამიანი. ის ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს, ამ განდგომილების ელემენტებს ნორმად მიიჩნევს, ხო? როდესაც მართლმადიდებელი აყენებს პოზიციას ისე, რომ მიჯნავს ადამიანს ცოდვისაგან, ჩვენ ვამბობთ, რომ აი ადამიანი ცალკე, ცოდვა ცალკეა და ადამიანი გიყვარს, მაგრამ ცოდვა არ გიყვარს და არ ღებულობს. ისინი ესე ბოლომდე არ ფიქრობენ, ისინი თვლიან, რომ უნდა მიიღო ეს ადამიანი, თუნდაც იყოს თავისი ცოდვებიანი, იმიტომ რომ ის უკვე ცხონდა, ის უკვე გადარჩენილია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ახლა სიღრმისეულად არ შევდივართ დოგმატურ განსაზღვრებებში. უბრალოდ პრინციპს ვაყალიბებთ ამ პოზიციას, ამ ლოგიკურ განვითარებას და საბოლოოდ სად მიდის ეს ყველაფერი, ეს ლოგიკა. ეს ლოგიკა მიდის იქეთ, რომ ერთი მხრივ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჭეშმარიტება, ადასტურებს ამ ჭეშმარიტებას, არაფერს არ აკეთებს ცუდს, ისე როგორც ნებისმიერი პატიოსანი წესიერი ქრისტიანი, ასე მიმდევარი ქრისტეს სწავლებისა, რადგან თავად მაგალითი იყო უცდომელობისა, პირველ ყოვლისა მაცხოვარი ჩვენი განკაცებული ღმერთი, შენ როგორც ცოდვილი ადამიანი ცდილობ იყო მისი მიმბაძველი, ქრისტიანი ცდილობს მიიღოს მისი მიმბაძველი მაქსიმალურად რამდენადაც ეს შეუძლია, დაცემების ხარჯზე, შემდეგ ადგომის ხარჯზე, ბრძოლის ხარჯზე, ღვაწლის ხარჯზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე მხარე ამას ესე არ უყურებს, ესე მკაცად ის უფრო ადოგმატურია, ის უფრო თავისუფალია თავის განსაზღვრებებში, მაგრამ ეს უთანხმოება რჩება. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ანუ რა ხდება? ეს ადამიანები, რომლებიც უფრო უმცირესობაშია, ამბობენ თავის პოზიციას, რომელსაც ადასტურებენ თავისი შედარებით სახარებისეულ სწავლებასთან
თანაც რომ ეს პოზიცია არგუმენტირებულად, ასე ვთქვათ, მართალია, ანუ მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ აქვს მეორე მხარეს, იქ უფრო დუმილია ამ თვალსაზრისით და ჩვენ ხედავთ და ვრჩებით ამ რეალობაში, რა უნდა აკეთოს ამ ადამიანმა ასეთ დროს, რა არის ეს გზა, რომელთაც უნდა ეს სამეუფო გზა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, იმიტომ რომ სხვა გზას ვერ ხედავთ, ეს ჩიხი არსებობს, განდგომილება არსებობს, გჯერა თუ არ გჯერა ამ რეალობაში ადამიანები, კაცობრიობა დღეს იმყოფება მართლმადიდებლები ამ განზომილებაში უკვე ვართ და შესაბამისად შენ არ შეგიძლია სხვანაირად იფიქრო, სხვანაირად იცხოვრო, დათმობის უფლება არ გაქვს, რადგანაც ესე არის სწავლება და შენ არ თმობ. იმიტომ რომ არ გინდა სიყვარული, ერთობა, პირიქით გინდა. მას ერთობა წარმოუდგენია მაგალითად ეკუმენისტებთან, მაგრამ შენ იცი რომ ერთობა ეკლესიაში წარმოუდგენელია ეკუმენისტებთან. შენ გინდა ერთობა, მაგრამ ქრისტეს სხეულში გინდა ერთობა ქრისტეში. სხვა ერთობა არ გინდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს და არც არის რეალური ეს ერთობა. ამრიგად ჩვენ ამ კატასტროფის, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ ამ ბრძოლის, ისტორიული ბრძოლის წინაშე ვართ დღესაც, ისე როგორც იყო ადრე. ეს ორი ქალაქი, ასე რომ ვთქვათ, ეს ღვთაებრივი ქალაქი და ამ ქვეყნიური მშენებლები ქალაქი, ამ ქვეყნიური მშენებლები, ეს ორი შტო დღესაც ჩანს. ეს შტო მოდერნიზმის და მართლმადიდებლების სახით ერთ-ერთი მიმართულება არის აუცილებლად არსებობს დღეს და ამათ შორის გამიჯვნა ფაქტობრივად არის იმ ჭეშმარიტების გზაზე ყოფნის აუცილებლობა. სხვანაირად არ გამოდის, სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება იყოს. ამ ჩიხში ვარ და ხარ ერთი მხრივ ლოცვით პოზიციაში, რომ ყველა გინდა რომ გადარჩეს და აი ამ გზაზე იყოს. იქიდან მხრიდან კიდე არის თავისი პოზიციები, მაგრამ ნაკლებად არგუმენტირებული მართლმადიდებლური კუთხით და აი ამ ბრძოლაში ადამიანი აფიქსირებს რეალურად თავის ამხსარებლობას. ანუ ამხსარებლობის გარეშე საბოლოოდ, სწორი ამხსარებლობის გარეშე ეს საკითხი ვერ წყდება და ეს წყდება უკვე ღვთის წინაშე. შენ ამას ვერ აკეთებ, ვერ აფიქსირებ ამ ქვეყნად, იმიტომ რომ აპოკალიფსი უნდა შესრულდეს და იქ გაცილებით უფრო მკაცრად არის, ვიდრე ახლა ჩვენ საუბრობთ ამას ყველაფერს და ამიტომაც შენ იძულებული ხარ მხოლოდ აღიარო ჭეშმარიტება და მიიღო ეს განდგომილების რეალობა. მეორე მხრივ ეს განდგომილების რეალობა, რომელიც განდგომილებას ამას არ უწოდებს, ისინი ამ ცდომილებას სიმართლეს უწოდებენ, ამ შეცდომებს არ აღიარებენ, იმიტომ რომ აქ არ ითვლება რომ ეს შეცდომაა და ამ რეალობაში ადამიანი, რომელიც არის მართალი, ქრისტეს გზაზე მატარებელი, ავტომატურად ხდება დევნილი. ამ პოზიციაში რჩება ის. მაგრამ ეს დევნა არ იგულისხმება არ გულისხმობს რაიმე უბედურებას. მისთვის ეს სასიხარულოა, ის მტკიცედ არის, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი გარკვეულ მადლსაც გრძნობს და ამრიგად რომ შევაჯამოთ. რა არის ეს მთავარი ღირებულებები და რა არის მთავარი პოზიცია. ანუ განდგომილება არსებობს, ეს ორი აზრი არსებობს. შენ ვალდებული ხარ იყო მორწმუნე მტკიცერწმენა გქონდეს აღსარებლობა, თუ შეგიძლია უშიშრობაც, ესეც ყველას არ აქვს და ცოდნა და მეცადინეობა, მუშაობა ამ მიმართულებით. აი ეს იარაღი რჩება შენთვის იმასთან ერთად, რაც საქმიანობებია, რომელიც განვითარებასაც უნდა ცდილობდე, უნდა გიყვარდეს, ცდილობდე შეიყვარო, ის მოწინააღმდეგე, თუნდაც მტერი იყოს, ცდილობდე უგებდე მას იმ ზღვარამდე, სადაც არ არის ღალატი ჭეშმარიტებისა და სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. აი ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ანუ დიაგნოზი, ესე რომ ვთქვა, დასმულია და არა ჩვენს მიერ არის, არა ადამიანის მიერ არის ეს დიაგნოზი დასმული, ეს დიაგნოზი დასმულია ღვთაებრივი სწავლების მიერ, ასე რომ ვთქვა, პირდაპირ და მასთან შედარებით ხდება ამ ორი ქალაქს შორის ერთის არჩევანი ადამიანებში, ღვთაებრივის თუ ადამიანურის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.